გამარჯობათ, მე ვარ ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და აფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი ლომებზე და ლომების ასტროლოგიურ პროგნოზზე, რომელიც 2025 წელზე მიგვიდითებს. მაშ დავიწყოთ მერკურით. მერკური რეტროგრადული იქნება 3-ჯერ 2025-ში. და რა უნდა გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. კარგია, როდესაც რეტრო მერკურის დროს მივუბრუნდებით რაიმე ძველს, დავხვეწავთ ან გამოვემშვიდობებით, ან დავხვეწავთ ურთიერთობებს, საგნებს, მოვლენებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, რეტრო მერკური კარგია ძველთან დაბრუნებისთვის. და პრობლემების საკითხების გადაჭრისთვის ამ მხრივ. ასევე ამ დროს თუ რამე დაკარგული გქონდათ, შეიძლება იპოვოთ, თუ თქვათ ელოდებოდით რაღაცას დიდი ხანია, ის შეიძლება ჩამოვიდეს და ასე შემდეგ, ხო? ესეთი საკითხები, ან ძველ საკითხებს რაც ეხება. შეიძლება ვალით დაგიბრუნოთ, კი ბატონო. რა არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ახალი ნივთები არ უნდა შევიძინოთ, რადგან ამ დროს და ახალი რაღაცები არ უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ამ დროს რაღაც ან გაფუჭებული ჩამოვა, ან არ მოგვეწონება, ან შედეგი ყველა ვარიანტში შეიძლება არ მოგვეწონოს რა. ან გვიან ჩამოვიდეს. შესაბამისად ამისა, ამ მხრივ ცოტა ფრთხილად ვიყოთ, ხო? პირველი რეტრო მერკური არის 15 მარტის 7 აპრილის პერიოდში, რომელიც თქვენს მე-9 სახლში მდებარეობს. მე-9 სახლი მიუთითებს იმაზე, რომ დაბრუნდებიან ადამიანები, თქვათ შეიძლება ძველ პედაგოგებს შეხვდეთ, ტრენერებს შეხვდეთ, ძველ უცხოელი მეგობრები თუ გყავდათ, უცხოელ მეგობრებს, ან თქვათ სამსახურის კუთხითაც უცხოელებთან თუ გქონდათ მუშაობა, შეიძლება ისინი დაბრუნდნენ, ხო? ძველ რელიგიურ შეხედულებებს შეიძლება დაუბრუნდეთ. ასევე გადაწყვიტოთ განათლების გაგრძელება, ხო? ან ძველ საკითხს, ან დამუშავება, ან ძველი წიგნი, ტექსტი, რა ვიცი, მე ყველაფერი ძველს დაუბრუნეთ ამ მიმართულებით. და იურიდიულ საკითხებს მათ შორის. შემდეგი მეორე რეტრო მერკური არის 18 ივლისით 11 აგვისტოს პერიოდში, როდესაც ის არის თქვენს პირველ სახლში. პირველი სახლი მიუთითებს, რომ შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ ვიზუალს, ძველ იმიჯს, ძველ ხასიათს, ძველ ჩვევას, ასე ვთქვათ. და ამ მხრივ თუ ვარჯიშმიანებთ თავი, შეიძლება ისევ განაახლოთ ვარჯიში. და შეიძლება რაღაცა ძველ მეთოდებს მიმართოთ ამ მიმართულებით. მესამე რეტრო მერკური იქნება 9 ნოემბერი 29 ნოემბრის პერიოდში, რომელიც თქვენს მე-5 სახლში იქნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა, შემოქმედება, სცენაზე მუშაობა, სცენაზე გასვლა, შემოქმედება ვთქვი ხომ? სასიყვარულო ურთიერთობების აყვარლები, ეს ანუ ძველი ადამიანები თავს იჩენენ ამ მიმართულებით გამოჩნდებიან და ძველ ურთიერთობებზე გაგახსენებენ დიდი ალბათობით. შემდეგი არის ვენერა, რომელიც 2 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით იქნება რეტროგრადული. რა არ უნდა გავაკეთოთ რეტრო ვენერას დროს? არ ვქმნით ოჯახს, არ ვაწერთ ხელს, რადგან დიდი ალბათობით ამ პერიოდში შექმნილი ოჯახიან ურთიერთობა იქნება, ანუ ეკლდება სიყვარული, ურთიერთგაგება და ოჯახური სიმყუდროვე. გარდა ამისა, რეტრო მერკურის დროს რეტრო ვენერას დროს არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ არ უნდა ჩავიტაროთ ესთეტიური ჩარევები ახალი, ხო? შეიძლება დიდი ალბათობით 99% შეიძლება არ მოგეწონოთ. იმიტომ რომ ეს მოაქვს რეტრო ვენერას. თუმცა შეგიძლიათ ძველ იმიჯს დაუბრუნდეთ, ეს შეიძლება. და ის იქნება ასევე თქვენს მე-9 სახლში. თუ გყავდათ პარტნიორი, რომელიც იყო უცხოელი, ან უცხოელი, ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი, თქვენგან განსხვავებული მოკლედ, ამ მიმართულებით გამოჩნდება დიდი ალბათობით რა.
და ეს საინტერესო იქნება ამ მხრივ. და ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა მე-9 სახლს ეხება, მათ შორის ოღონდ მიმართულება არის სილამაზე, ვიზუალი, სიყვარული, ხო? და მცირედი ფინანსებიც. ზოგადად ვენერას მცირედი ბედნიერების პლანეტასაც მოიხსენიებენ. პირველ სახლში, თქვენს პირველ სახლში ვენერა იქნება 26 აგვისტოსთან 20 სექტემბრის ჩათვლით, სადაც რა დროსაც იქნებით მაქსიმალურად შარმიანები, მაქსიმალურად ლამაზები და მაქსიმალურად ესე იგი მოხიბლავთ ადამიანებს თქვენი ვიზუალით და ხასიათით. ამიტომ შეგიძლიათ ძალიან კარგად გამოიყენოთ ეს პერიოდი. იმიტომ რომ იბწყინებთ. აი დღეს მე მგონი თქვენებურად გამოვიყურები ზუსტად. მისავით რა ქვია, ლომისავით. მოკლედ, მარსი თქვენს ჯერ ამ რეტროგრადულობაზე ვისაუბროთ. მარსი 7 იანვარი 24 თებერვლის პერიოდში იქნება რეტროგრადული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს იმატებს სიზარმაცე და უენერგიობა. და ნუ ეს პერიოდი რო ჩაივლის, ბუნებრივია ესეც გაივლის, ხო? და ეს მარსი პირველ მე-12 სახლებში მიდის, ასე ვთქვათ. შესაბამისად ამისა და მე უკვე პირველ სახლში, ხო? შესაბამისად ამისა აქტუალური საკითხები შესაძლებელია იყოს სავანტყოფოები, ციხე, მავნე ნივთიერებები, ემიგრაცია, მოგზაურობა, ეზოთერიკა, ყველაფერი ეს, ხო, და თქვენ, სამუდამოდ დამშვიდობება საგნებთან, ადამიანებთან და მოვლენებთან, რომელიც გაწუხებდათ, ასე ვთქვათ. და თქვენ ცხოვრებიდან შეიძლება გადაწყვეტოთ, რომ იცი რა არის, всё, მორჩა. აღარ მინდა, კარგად იყავი და ასე შემდეგ. შემდეგ ასევე 19 აპრილიდან 18 აპრილამდე ის იქნება თქვენს პირველ სახლში. ანუ შეიძლება მოგინდეთ მაგალითად თქვენი ვიზუალის შეცვლა, მაგრამ და ამისთვის გადადგათ ნაბიჯები. ან თქვენი ხასიათის შეცვლა, ან თქვენი უნარებზე მუშაობა. შემდეგ იუპიტერი თქვენს მე-12 სახლში, ეს არის 10 ივნისიდან 1 ივლისის 2026 წლის 1 ივლისამდე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქტუალური იქნება ზოგადად იუპიტერს მოაქვს ბედნიერება და ის აფართოებს ყველაფერ იმას, სადაც შედის ხოლმე. და ასევე ფინანსურათაც შეიძლება, ყველაფერი ზოგადად წარმატება მოაქვს ხოლმე რა, როგორც ფინანსური, ისე ყველა მხრივ აბსოლუტურად, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ის იქნება თქვენს მე-12 სახლში. ეხლა რა ხდება ეს? ისედაც იუპიტერი მე-12 სახლში თავს კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, ის საზღვრებს აფართოებს და შესაბამისად ამისა თქვენ უნარებსა და თქვენს შესაძლებლობებს საზღვრები არ ექნებათ. შესაბამისად ამისა ყველაფერი, რასაც დაგეგმავთ, მოინდომებთ და პლუს ინტუიციაც, თქვენ ინტუიციასაც გააძლიერებს, რაც დიდი ალბათობით დიდ წარმატებას მოგიტანთ. და შესაბამისად ამისა მე-12 სახლი, იუპიტერის მე-12 სახლში ყოფნა შეიძლება ემიგრაციაც მოგიტანოთ, ანუ მოგზაურობა, ცვლილება, გადასვლა, შეიძლება სწავლა დაგეგმოთ უცხოეთში, არ არის გამორიცხული. და ისევ და ისევ მასშტაბურად თქვენი ცხოვრებიდან შეიძლება ადამიანების საგნები და მოვლენები, რომელიც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს, საბუნებოდ დაემშვიდობოთ, ასე ვთქვათ. თუ ვთქვათ, ხო, ამ მეორეს მხრივ თავი შეიკავეთ მავნე ნივთიერებების გამოყენებისგან, რადგან აი ეს ზდუნება, წონაში მომატების, მავნე ნივთიერებების მოხმარების და ზოგადად აი ამ მხრივ შეიძლება თქვენი ინტერესი, ხო, ეზოთერიკა რო გაგიტაცებთ, ეს ფაქტია, მაგრამ
შეიძლება ამ მიმართულებით თქვენი ყურადღება მიიზიდოს და ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შეიძლება ცდუნება იყოს, რომელიც თქვენზე ცუდად იმოქმედებს, ანუ ამისგან თავს ვიკავებთ. გარდა ამისა, შეიძლება ფსიქოლოგიაზე დაიწყოთ სწავლა, ან ფსიქოლოგიით დაინტერესდეთ, ხო? ციზმრებით და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იქნება იუპიტერის ყოფნა თქვენს მე-12 სახლში. ბევრ ცვლილებას მოიგიტანთ, ბევრი სიახლე, ანუ 2006 წლისთვის უკვე ბევრი სიახლე დაიგეგმება, ვინაიდან და რადგანაც ცარიელი ადგილები ბევრი გექნებათ, რადგან ბევრს დაემშვიდობებით რა. და ეს კარგია, ანუ გამოანთავისუფლებთ ადგილს, რომ რაღაც ახალმა და კარგმა დაიკავოს ეს ადგილი. შემდეგი არის სატურნი. სატურნი არის პლანეტა, რომელიც წესებზე, ჩვეულებებზე, კანონებზე, მენეჯმენტზე მიუთითებს და მე-9 სახლში შედის. ის თქვენს მე-9 სახლში ეს იმაზე მიუთითებს, რომ დასტაბილურდება და დაალაგებს სატურნი ურთიერთობას. ჯერთი უცხოენების სწავლა თუ მოგინდებათ, ძალიან ფანტასტიკურად შეძლებთ ამის დამენეჯმენტებას და დაიწყოთ ამას. უცხოელებთან კომუნიკაცია, რელიგია, იურიდიული საკითხები, განათლება, უნივერსიტეტის დონეზე განათლებაზე აქ უფრო აქცენტი. შემდეგი ასევე მე-9 სახლი რამე ხوار გამომრჩა, ესე იგი იურიდიული საკითხები, დოკუმენტებთან მუშაობა, უცხოელებთან მუშაობა, რელიგიური საკითხები. აი ამ კუთხით ბევრ რამეს დაალაგებს თქვენთვის სატურნი. რა თქმა უნდა, თავისით ხო არ დაალაგებს, ან თქვენც უნდა მოინდომოთ ახლა. ციდან კი არ ჩამოვა და კი არ გააკეთებს რაიმეს, მაგრამ თქვენ უნდა მოინდომოთ, რომ ეს პერიოდი გამოიყენოთ აი ამისთვის ზუსტად. და მხარს დაგიჭერთ, ანუ გზებს გაგიხსნით ამ მიმართულებით. შემდეგ 2006 წლის თებერვლიდან უკვე 3 წლით ის შევა უკვე თქვენს მე-9 სახლში. ანუ პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ეხლა აი ამ პერიოდში მიხვდეთ ის 3 წელი რა ტრანსფორმაციები გელოდებათ ამ მიმართულებით. ანუ აი შეგახედებთ ეს 2025 წელი. შემდეგი არის ურანი. ურანი არის თქვენს მე-11 სახლში 08 სატურნის პერიოდი გითხარით ხო? 26 მაისი 2 სექტემბერი. ურანი თქვენს მე-11 სახლში არის 8 ივლისი 9 ნოემბრის ჩათვლით და შემდეგ 2006 წლის აპრილიდან იგი 7 წლით მთლიანად გადავყოთ თქვენს მე-11 სახლში. ანუ ესეც იგი 2025 წელს შეგახედებთ რა გელოდებათ 2026-ში, ასე ვთქვათ რა. რისი გაგრძელება იქნება, ასე ვთქვათ. მე-11 სახლი, ზოგადად ურანი სახლი არის მე-11 სახლი, კარგად გრძნობს თავს, იგი ძლიერად გრძნობს თავს. და ცვლილებები იქნება, ანუ მაქსიმალურ ცვლილებები, ანუ როცა თავის სახლშია ხოლმე მაქსიმალურად იმ მიმართულებას ხვეწავს ხოლმე რა. ყველა სახლში ხვეწავს რა თქმა უნდა, მაგრამ ხა თავის სახლში რომ უფრო გულმოდგინეთ, მოდი ასე ვთქვა და უფრო ძლიერად. მე-11 სახლი, ანუ ინტერნეტთან მუშაობა, ყველანაირ ტექნიკასთან და განსხვავებულობასთან მუშაობა, ფართო მასებზე გასვლა და მეგობრებთან ურთიერთობა. აი ძალიან ბევრი მეგობრები გაგიჩნდებათ დიდი ალბათობით. ხო, და რა არის საინტერესო, იცით, ურანი ზოგადად სიურპრიზების პლანეტა, ანუ როგორც ბევრ, მე-12 სახლიც ძალიან აქტიური გაქვთ თქვენ და როგორც დიდი ალბათობით როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ადამიანი ანუ შეიძლება უცებ მოხდება რა, უცებ სიურპრიზად, ანუ შეიძლება გაიცნოთ ადამიანი და უცებ თქვა დაკარგოთ გულისხმობ, ანუ აღარ მოგინდეთ ურთიერთობა რა. ამიტომ აი ამ ხრივ უცებ იცვლება რაღაცეები და თქვა ძალიან ხშირად შეიძლება გაგიფუჭდეთ ტექნიკა და უცებ მოგინდეთ სხვა ახლის ყიდვა, გამოცვალოთ ტელეფონი, მაგალითად გადახვიდეთ ახალ მოდელზე და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს ისეთი კი არ არის, რომ დაგეგმილათ, ანუ არ ელოდი და უცებ მოხდა. აი ესეთი სიტუაციები იქნება ამ მიმართულებით. ან ძალიან ბევრი მეგობარს გაიჩენთ და დიდი ალბათობით ძალიან ბევრი მეგობარი გეყოლებათ უცხოელები. შემდეგი არის ნეპტუნი. აქვე უნდა ვთქვათ ნეპტუნთან დაკავშირებით, რომ ნეპტუნი და სატურნის შეერთება იქნება თქვენს მე-9 სახლში. ეხლა ნახეთ. ერთის მხრივ, აი ახლა რასაც დაგისახელებთ, ანუ ერთმანეთის თითქოს საწინააღმდეგოა. ეს შეერთება იქნება აგვისტოში. სატურნს თუ მენეჯმენტი დალაგება, სტრუქტურა უყვარს, ნეპტუნს პირიქით, ანუ ნეპტუნი პირიქით ქაოსს განაგებს, ასე ვთქვათ და პირიქით ეს არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. და მე-9 სახლში
მისი შესვლა 31 მარტი 23 ოქტომბრის ჩათვლით მეტყოლებს იმაზე, რომ თქვენ ანუ ჯერთი ძალიან ბევრ საჭირო ადამიანზე გახვალთ, ანუ და ეს დიდი ალბათობით იქნება ან უცხო რელიგიის, ან თქვენგან განსხვავებული რელიგიის, ან უცხო ან სხვა ეროვნების, რომელიც მოგიტანთ აი ამ იმის გახსნას, რა ქვია, საზღვრების გახსნას და რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხრივ ძალიან დიდ მასშტაბებზე შეგიძლიათ გახვიდეთ რა, დიდ წარმატება შეიძლება მოგიტანოთ თქვენ. ასევე რა თქმა უნდა შეიძლება გაგიტაცოთ, მოგინდათ უცხოეთში სწავლა, განათლების მიღება, იურიდიული საკითხები გექნებათ მოსაგვარებელი ამ მიმართულებით. შეიძლება რელიგიური, ანუ ვიღაცამ შეიძლება რწმენად შეიცვალოს, არ არის გამორიცხული, ხო, ანუ ფართოდ შეხედოს ბევრ რაღაცას, სხვანაირად გადახარშოს. და კი ბატონო, აი ამ კუთხით ძალიან ბევრი ცვლილებები იქნება. შემდეგ 2026 წელს უკვე ის მთლიანად შევა თქვენს მეცხრე სახლში. და ძალიან ბევრი პლანეტა, ჯერთი ძალიან ბევრი რეტროგრადული პლანეტა ყავს. მე მეორე კიდე ძალიან ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს. შესაბამისად, რაც უფრო ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს, მით უფრო ბევრი ცვლილება არის. ხო და 2026 წლის იანვარში იგი მთლიანად შევა მეცხრე სახლში 14 წლით. და რაც შეეხება სატურნის და მას ნეპტუნის შეერთებას, ეს იმაზე მეტყოლებს, რომ თუ ვიღაც თან თუ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან ქაოტური ხართ, არ იცით რა გააკეთოთ და ვაიმე როგორ, ანუ იმას ედებით, ამას მოედებით და ასე შემდეგ, იქ სატურნი, ანუ გეხმარებათ, რომ ოქროს შუალედი იპოვოთ და პირიქით დაამენეჯმენტოთ და დაასტრუქტურიროთ, ანუ და თქვენთვის უფრო ნათელი გახდეს, რა გინდათ, როგორ გინდათ, რანაირად გინდათ და ასე შემდეგ. და თუ პირიქით სატურნის კუთხით, ხო, აი ხართ ადამიანი, რომელიც პირიქით არის ძალიან დალაგებული, ძალიან აი ზედმეტად ხანდახან იცით რა არის, ყველაფერი ოქროს შუალედში არის კარგი, აი შემაწუხებლად აი ეს რო აქ უნდა იდოს და ასე შემდეგ რა. ანუ აი ესეთი ტიპაჟის თუ ხართ, ცოტა გულზე მოგეშვებათ და ლავირებას და ასევე უფრო მეტად მოქნილი გახდებით. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ეს არის ჩვენი ადამიანების გასაკეთებელი და ეს არის, ანუ ზოგადად ასტროლოგია არის როგორი რაღაცა. რომ გეუბნება, რომ აიცი რა არის, ეს არის ფანტასტიკური პერიოდი ამისთვის გბალერში ყოფ, დანარჩენი შენ უნდა გააკეთო. ეს კი გეუბნება, რომ არის ეს პერიოდი, მაგრამ შენ თუ არაფერი არ გააკეთე და იჯექი, ახლა შენს ნაცვლად არავინ არ გააკეთებს. შესაბამისად, გამოიყენეთ ეს პერიოდები მაქსიმალურად. შემდეგი არის პლუტონი. პლუტონი თქვენს მერვე სახლშია, ესე იგი კომფორტულად გრძნობს მერვე სახლში, მისი სახლია. ბოდიშით. მერვეში არ არის. მეშვიდეშია, მაპატიეთ, შემეშალა ისა. მეშვიდეშია. პლუტონი მეშვიდე სახლში. ის შევიდა 24 ნოემბრიდან თქვენს ესე იგი მეშვიდე სახლში და 20 წელი გაჩერდება პლუტონი მეშვიდე სახლში, თქვენს მეშვიდე სახლში. რაც მეტყოლებს დიდი ტრანსფორმაცია, დიდი ცვლილებები, ანუ ძალიან დიდი ცვლილებები იქნება ოჯახთან ურთიერთობაში, ოჯახთან მიმართებაში, პარტნიორულ ურთიერთობაში და როგორც თქვენ კეთილმოსურნეებთან ან მოიმატებს ეს, ასევე ურთიერთობა გექნებათ ბრჭყალებში მტრებთანაც, ხო? შესაბამისად, აი ძალიან ბევრ რამას შეგასწავლით ეს და ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ და როგორც ადამიანი ამ მხრივ ძალიან შეიცვლებით, წარმოდგენები შეგეცვლებათ, გაგზრდით როგორც პიროვნებას. კარმული კვანძებით წელიწად ნახევარი 12 იანვარს იგი შეიცვლის ნიშანს და წელიწად ნახევარი 18 თვე იქნება რახუ თქვენს მერვე სახლში, კეტუ თქვენს მეორე სახლში. ძალიან ისეთი გემრიელი სახლებია. რაც მეტყოლებს იმაზე, რომ ცვლილებები და განსხვავებები იქნება თქვენს ფინანსურ მახასიათებლებთან დაკავშირებით, ანუ ფინანსური წყაროები შეგეცვლებათ, რაღაცა შეიძლება ახალი ფინანსური რესურსები მოიძიოთ და ამ მხრივ კარგი იქნება, იმიტომ რომ
დიდი ალბათობით ფინანსური პრობლემები თუ გქონდათ, ეს მოგიგვარდებათ და ფინანსების კუთხით ძალიან დაალაგებთ ბევრ რამეს. გარდა ამისა, შეიძლება დაინტერესდეთ და აი ამ მხრივ წარმოდგენები შეგეცვალოთ, სექსუალური ურთიერთობები, ტრანსფორმაციები შეიძლება განიცადოთ ამ მიმართულებით. შემდეგი ეზოთერიკა, ოპერაციები, სხვათა შორის. კიდევ ზოგადად თვითონ მერვე სახლი არის ტრანსფორმაციული, რა წელიწად ნახევარი იქნება თქვენ რუკას რა, თქვენ ამ მიმოხილვასაც თუ გადავხედავთ ეხლა, ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ იცი რა, თავიდან იბადები თითქოს და იცვლები და სხვანაირი ხდები, და რახუს მერვე სახლში ყოფნა, ძალიან დიდ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს. გარდა ამისა, კარგი პირობები შეიძლება გქონდეს კრედიტებთან მიმართებაში და თუ ადრე კრედიტებს არ გაძლევდნენ, შეიძლება ეხლა პირიქით აქეთ მოგმართონ. შემდეგი არის დაბნელებები, გვაქვს 2 მზის, 2 მთვარის დაბნელება. დაბნელებებზე არის ხოლმე კულმინაცია, შედეგი. შესაბამისად ამისა, პირველი მთვარის დაბნელება იქნება 14 მარტს თქვენ მეორე სახლში შეხედეთ, კულმინაცია თქვენს ფინანსების და რესურსების სახლში. მზის დაბნელება 29 მარტი იქნება მე-9 სახლში, დიდი ალბათობით რაღაცა ბიზნესი შეიძლება დაიწყოთ, უცხოელებთანაც არ არის გამორიცხული. და თქვა თუ გააკეთებთ ამას, ეს თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ხო საერთო მიმოხილვა არის. თქვენი პირადი რუკა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ პირად რუკაში კიდე ცოტა სხვანაირად, ეს რა თქმა უნდა, ესეა, მაგრამ კიდე სხვანაირად სხვა ელფერი შეიძლება მიეცეს. ესე იგი, კულმინაცია აზრის გამოტანა, ასე ვთქვათ, იქნება თქვენს ფინანსების, უпростоრად ფინანსების პირველი მთვარის დაბნელება და მზის დაბნელება, უცხოელებთან კომუნიკაცია, უცხოენების სწავლა, იურიდიული საკითხები, ეს შედეგს მიიღებთ რა, თუ რამე სასამართლო სიტუაციები გქონდათ, შედეგი დაიდებ დიდი ალბათობით ამ პერიოდში. შემდეგი არის მთვარის დაბნელება, რომელიც თქვენს მერვე სახლშია, ასევე ფინანსების სახლში, დიდი ფულის სახლში, ასე ვთქვათ, ბანკების სახლში და რაღაცა კულმინაციის ამ კუთხით ნახავთ. და ეს, ხო, არ დამავიწყდეს იქ ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია, რახუს და კეტუს და დაბნელებების, კარმული კვანძების და დაბნელებების ერთმანეთთან დიდ კავშირშია და რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცამ შეიძლება ქონებაც დაგიტოვოთ. ესეც გაჩუქოთ უბრალოდ ფული ან ქონება. შემდეგი არის გადმოგიფორმოთ, ხო? შემდეგი ბოლო არის მზის დაბნელება, რომელიც თქვენს 21 სექტემბერს თქვენს მეორე სახლში იქნება და შეგიძლიათ რომ ისევ და ისევ, რაღაცა თქვა თუ მუშაობდით, რაღაცა დაგეგმეთ, რაღაცა იდეა გქონდათ და ეხლა დადეთ შედეგი და გექნებათ ეს ფინანსური შემოსავალი რა, დაიწყებს და კულმინაციას ნახავთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ახალ მთვარეობას, ის იქნება თქვენს პირველ სახლში, ესე იგი 12 თებერვალს და დედა როგორი კარგი და ბრწყინვალე იქნებით ამ პერიოდში და შეგიძლიათ ამ პერიოდში აკონტროლოთ რომ რეტრო რაიმე რომელიმე პლანეტას არ დაემთხვეს, შეგიძლიათ რომ ამ პერიოდში დაიწყოთ თქვა საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ ხასიათზე და საკუთარ ვიზუალზე. მოკლედ, მადლობა რომ მომისმინეთ, წარმატებებს გისურვებთ და მოკლედ დრო და დრო წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ვეცდები მნიშვნელოვან საკითხებს შევეხო და განვიხილო და ასე შემდეგ და ასე რომ თვალი ადევნეთ YouTube არხს და მომავალ შეხვედრამდე.